პირველ რიგში ყველას მოგესალმებით. როდესაც გაცხადდა იმის შესახებ, რომ მე მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში, სწორედ პირველი შეხვედრა იყო აქ, პრაიმ ტაიმში და სიმბოლურია, რომ პირველი სამუშაო დღეც არის პრაიმ ტაიმში. პრაიმ ტაიმს ამისთვის მადლობა. ეხლა რაც შეეხება ცვლილებებს და ხედვას რა, როგორ არის გასაკეთებელი. ჩვენ გვაქვს ორი ტიპის ამოცანა გადასაწყვეტი. ერთი არის მიმდინარე, მეორე არის სტრატეგიული. მიმდინარე ამოცანა თავისი დასმის თვალსაზრისით მარტივია, მაგრამ არადოს არ ყოფილა თქვათ მარტივი. საქმე იმაში გახლავთ, რომ 16 სექტემბერს იწყება ახალი სასწავლო წელი და ბუნებრივია უნივერსიტეტმა ტრადიციულად უნდა კარი გაუღოს სტუდენტებს, რომ სასწავლო წელი დაიწყოს ისე, როგორც ეს შეშვენის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ არანაირი პრობლემა არ იყოს და სასწავლო წელი დაიწყოს ყოველგვარი ხარვეზების გარეშე. ეს არის მიმდინარე საკითხები. რაც შეეხება სტრატეგიულ ხედვას, აქ ახალს მე ნამდვილად არაფერს არ ვიტყვი, ეს ხედვა დაფიქსირებული იყო ჩემს კონცეფციაში, რომელიც წარუდგინე აკადემიურ საბჭოს და რასაც აკადემიურმა საბჭომ დაუჭირა მხარი და სწორედ ამ მიმართულებით გადაედგმება ნაბიჯები. გადაედგმება ნაბიჯები იმ კუთხით, რომ ჩვენ შევძლოთ უნივერსიტეტში ავამაღლოთ ცოდნის დონე. იმ ცოდნისა, რომელსაც უნივერსიტეტი გადასცემს სტუდენტობას, იმ ცოდნისა, რომლის შექმნაშიც უნდა მონაწილეობდეს უნივერსიტეტი როგორც სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაცია. აი ეს არის უნივერსიტეტის უმთავრესი ფუნქცია. რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ცოდნის დონე, რომელსაც სტუდენტებს გადაეცემა, ავამაღლოთ. უკვე სექტემბრიდან დაიწყება შეხვედრები, ჩემი პირადი შეხვედრები ფაკულტეტებთან და ერთ-ერთ პირველ ამოცანას, რომელსაც დაუსვა მე ფაკულტეტებს, იქნება, რომ მათ წარმოადგინონ თავიანთი გეგმა, რას აპირებენ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. რომელ დარგში რა სიტუაცია, რომ იყოს წარმოდგენილი დეტალური ანალიზი, სად არის ეს სახელმძღვანელოები, სად არის დეფიციტი, რისგან არის ეს გამოწვეული, იმავდროულად რომ შევადგინოთ გეგმა, რომელი სახელმძღვანელო დაიწეროს ქართველი პროფესორის მიერ, რომელი სახელმძღვანელო ჯობია, რომ ითარგმნოს და ბუნებრივია თითოეული დარგის მიხედვით მოსაზრებები უნდა მოდიოდეს ამ დარგის სპეციალისტების მიერ. მე არავის არ ვაპირებ, რომ რაღაც რჩევა მივცე, მაგრამ თუ იქნება შერჩეული რომელიღაც სახელმძღვანელო სათარგმნოდ, უნდა ვიცოდეთ, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის მართლაც არის საერთაშორისო სტანდარტის და ის ჩვენ გვჭირდება. გარდა ამისა, მიეცემა აგრეთვე გარკვეული მიმართულები დავალება საბიბლიოთეკო ფონდს, რომ ჯერ ერთი კარგად გავიაზროთ რა პრობლემები აქვს შექმნილი, იმიტომ რომ უნივერსიტეტს აქვს შესანიშნავი ცენტრალური ბიბლიოთეკა, კარგი ბიბლიოთეკები არის ცალკეულ ფაკულტეტებზე, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება, სტუდენტები მაინც არ არიან ამით კმაყოფილი. ყველა წიგნის შეძენა ბუნებრივია უნივერსიტეტს ვერ შეეძლება, გამომდინარე ფინანსური რესურსებიდან, მაგრამ ციფრულ ფორმატში სახელმძღვანელობის გადაყვანა, რომ ეს ხელმისაწვდომი იყოს, რა თქმა უნდა შესაძლებელია. ვიცი, რომ უნივერსიტეტში არის აწყობილი Wi-Fi სისტემა ყველა კორპუსში, მაგრამ საჭირო იქნება, რომ ეს ტექნიკური ამოცანა ბოლომდე იქნეს დასრულებული, რომ არცაც არ ქონდეს პრობლემა, არც პროფესორს, არც სტუდენტს, რომ უწყლობა ქონდეს ლიტერატურის. შემდეგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც მე ჩამოვაყალიბე ჩემს კონცეფციაში, ეს არის პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტის შექმნა. ანუ საუბარი არის იმაზე, რომ პოსტდოქტორანტურის დოქტორანტები, რომლებიც დაიცავენ სადოქტორო ხარისხს და მათ აქვს სურვილი, რომ გააგრძელონ საქმიანობა უნივერსიტეტში, მაგრამ შეიძლება არ იყოს შესაბამისი აკადემიური თანამდებობაზე ვაკანსია, რომ მათ მიცდეთ საშუალება 2-3 წლით დაუდოთ მათ ხელშეკრულება და გააგრძელონ სამეცნიერო საქმიანობა. ეს მიღებული ფორმაა მსოფლიოს სამყარო უნივერსიტეტებში და გარდა ამისა, ჩვენ პრიორიტეტს უპირატესობას მივცემთ, რომ ჩვენ დაცულ დოქტორანტებს კი გავაგზავნოთ სხვა უნივერსიტეტებში, ასევე პოსტდოქტორანტურაში, იმიტომ რომ უფრო კვალიფიცირებულები, უფრო მეტად დახელოვნებულები დაუბრუნდებიან ისინი უნივერსიტეტს და საქართველოს ზოგადად. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი სწრაფად განხორციელებელი და საშუალო საქმეა, რომ გარკვეულწილად გავაძლიეროთ სტუდენტთა ჩართულობა სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში. მოგეხსენებათ, რომ სტუდენტების ის დონე, რომელსაც შეიძლება მომთხოვოთ სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში ჩართვა, ეს არის მაგისტრატურა და განსაკუთრებით დოქტორანტურა. ანუ მაგისტრანტები და დოქტორანტები, მაგრამ
არის დღეს პრობლემა, როდესაც ხელმძღვანელობისათვის, მაგისტრანტის თუ დოქტორანტის ხელმძღვანელობისათვის ხელმძღვანელი პროფესორი ანაზღაურებას არ იღებს. აქ ცოტა კურიოზული სიტუაციაა, იმიტომ რომ ფული შემოდის, სწავლა არც მაგისტრატურაში უფასო, არც დოქტორანტურაში თანხა შემოდის, ხოლო ხელმძღვანელი ამ საქმიანობაში ანაზღაურებას არ იღებს. ფიქრობ, რომ ეს ტექნიკური საკითხია, რომელსაც რესურსებს მოიძიებ და ძალიან მალე გადავწყვეტ. არის კიდევ ერთი ასეთი ამოცანა, გადასაწყვეტი, ეს არის დაკავშირებული იმ დავებთან, რომელიც წარმოიქმნება კონკურსების შემდეგ, როდესაც ესა თუ ის პრეტენდენტი, რომელიც ვერ იკავებს აკადემიურ თანამდებობას, შემდეგ უჩივის უნივერსიტეტს, საქმე გადადის სასამართლოში, ფიქრობ, რომ აღვადგინოთ სააპელაციო სისტემა, ანუ თვითონ უნივერსიტეტში შეიძლებადეს გასაჩივრება. ძალიან მარტივი მაგალითი გეტყვით, ძვირფასო მეგობრებო, აბიტურიენტი, რომელიც უკმაყოფილოა ნიშნით შეუძლია გაასაჩივროს, სტუდენტი, რომელიც ასევე უკმაყოფილოა შეფასებით, მასაც აქვს შესაძლებლობა გაასაჩივროს, ხოლო პრეტენდენტ პროფესორს, რომელიც ვერ ხვდება აკადემიურ თანამდებობაზე, მას შიგა გასაჩივრების მექანიზმი არ აქვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი იურიდიული სამსახურის უშუალო ჩართულობით ამ საკითხს გავაკეთებთ. და კიდევ ერთი რამე, რადგან ხვდები ჟურნალისტების ასე დიდ წარმომადგენლობას, მოდი დღეს არის 19 აგვისტო. ყველას გილოცავთ ფერიცვალებას. ჩემთვის პირადად სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს შევდგი ფეხი პირველი სამუშაო დღე იყო ფერიცვალების დღეს. სიმბოლური 100 დღის მერე. შევხვდეთ და თქვენთან ერთად გავიაროთ რა გაკეთდა პირველი 100 დღის განმავლობაში, რა შედეგები გვაქვს, რაც დღეს თქვი იქიდან რა არის გაკეთებული და რა გაკეთების რა სტადიაში იმყოფება. ასე რომ პრაიმ ტაიმს კიდევ ერთი შეხვედრა წინასწარ დაუანონსე, გამოდის სადღაც 29 ნოემბერი. ასე დღეს დათვლას რა უნდა? დიახ. აი სწორედ ამაზე იმიტომ არ ვთქვი, რომ არაფერს არ უნდა ელოდეს. არ არის ეს რექტორის დანიშვნა, რექტორის არჩევა უფროსწორად ახალი რექტორის მოსვლა უნივერსიტეტში არც ერთი ნორმატიული აქტით არ არის ამანაირი კანონიერი საფუძველი, რომ ნიშნავდეს კონტრაქტების შეწყვეტას, ახალი კონკურსების ჩატარებას, ამას კანონი არ ითვალისწინებს. მე გახლავართ ის პირი, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ კანონმორჩილი და მხოლოდ ის რაც არის კანონით და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული. აქედან გამომდინარე, წინა საარჩევნო პერიოდში, როდესაც მე მქონდა ფაკულტეტებთან შეხვედრა და ასევე ჟურნალისტებთან არაერთხელ დამიფიქსირებია, რომ არანაირი საკადრო ცვლილებები აკადემიურ პერსონალთან დაკავშირებით არ იგეგმება. ეს მოხდება იცით, როდესაც დაუმთავრდება ყველას კონტრაქტი, ხელშეკრულება, როცა დაუდგება მორიგი კონკურსია, ჩატარდება მორიგი კონკურსი. ჩვენი ამოცანაა, რომ საკონკურსო კომისიები დავაკომპლექტოთ მაღალპროფესიონალი კადრებით, უმძიმლო რეპუტაციით და თვითონ კონკურსი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. რომ კონკურსის თითოეულ მონაწილეს შეეძლოს მიიღოს ინფორმაცია როგორც საკუთარი თავის შესახებ, ისევე მისი კონკურენტის შესახებ, ასევე საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესახებ, ეს რო იყოს ყველაფერი ოპერატიულ რეჟიმში და აი საკადრო ცვლილებები იქნება მხოლოდ კონკურსებით. ეს სხვათა შორის გულწრფელად მინდა გითხრათ, რეგლამენტირებულია საქართველოს კანონით უმაღლესი განათლების შესახებ, მთავრობის დადგენილებით 29 ივლისით დათარიღებული და ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას სრულად დავიცავთ. კი ბატონო, მოგახსენებთ. ვაპირებ არა, უკვე დაინტერესებული ვარ. საქმე იმაში გახლავთ, რომ მე თვითმმართველობის მუშაობით და ამ პრობლემებით დაინტერესებული ვიყავი მანამდეც, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი მეცნიერი, პროფესორი და აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის მაინტერესებდა ის თემები, რომელიც აქტუალურია ახალგაზრდობისთვის. მე მქონდა შეხვედრა სტუდენტთა თვითმმართველობასთან, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულია და როცა მე შეხვედრა მქონდა, ეს იყო ივლისის ბოლო და სტუდენტთა რაოდენობა იყო ძალიან მცირე თვითონ თვითმმართველობის. მე მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, ბევრი პრობლემა დაისვა, მაგრამ ამ შეხვედრით ნამდვილად არ შემოვიფარგლები, როდესაც უკვე სტუდენტობა გამოვა და ის იქნება 16 სექტემბრის მიერ, იმიტომ რომ 16 სექტემბერს იწყება სასწავლო წელი, მე მექნება აუცილებლად შეხვედრა სტუდენტთა თვითმმართველობას. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ
სტუდენტებმა მოაწყვეს აგრეთვე ცალკე შეხვედრა არჩევნების წინა პერიოდში, როდესაც ყველა კანდიდატი, ყველა პრეტენდენტი მიგვიწვიეს, მართალია ყველა არ მოვიდა, ვიყავით მხოლოდ 10-ნი, მაგრამ იყო ძალიან კარგი შეხვედრა და მაშინ ერთ-ერთმა სტუდენტმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მე ვარ სტუდენტთა თვითმმართველობის წევრი, მაგრამ სტუდენტთა თვითმმართველობის ხდომებზე არ მეძახიან. ეხლა ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარი არის. ამიტომ სტუდენტთა თვითმმართველობა ეს არის ის ფორმა, რომელიც კანონით არის განსაზღვრული და ჩვენ ბუნებრივია კანონს დავიცავთ, მაგრამ შევეცდები, რომ ეს შესაძლო კონფლიქტები რაც შეიძლება იყოს სტუდენტებს შორის მაქსიმალურად აღმოიფხვრას. იმიტომ რომ უნივერსიტეტში გადა სტუდენტური თვითმმართველობისა, რომელიც კანონით არის რეგლამენტირებული, აგრეთვე არის სტუდენტთა სხვა ჯგუფებიც და არის აგრეთვე ის სტუდენტობაც, რომელსაც არ არის არც ერთ ჯგუფში გაერთიანებული. ვფიქრობ, რომ აუცილებელი არის რექტორს კონდეს მიღების საათები, მე ამას აუცილებლად შემოვიღებ, დავაწესებ, ყოველკვირა მექნება ასეთი მიღების საათები, სადაც სტუდენტობა შეიძლება ჩაეწერონ და კონდეთ უშუალოდ შეხვედრა საუბარი რექტორთან. კარგი იქნება, თუ ის იქნება ჯგუფური შეხვედრები, იმიტომ რომ ახლა 20,000 სტუდენტის მიღება ძნელი წარმოსადგენია, რა დროც ყოველდღე რო ხდებოდა, მაინც ვერ მოახერხებ. მაგრამ თუ იქნება ინდივიდუალური მოთხოვნაც, ამას წინააღმდეგიც არა, ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს დარეგულირებადია, რომ სტუდენტებს კონდეთ იმის განცდა, რომ მათი ხმა რექტორამდე მისულია. ხოლო დანარჩენი იმის და მიხედვით რა პრობლემები იქნება, შევეცდებით რომ დავარეგულიროთ. მე ძალიან მინდა რომ ეს თემა სტუდენტური თვითმმართველობის რაღაც ასეთი პრობლემები, რომელიც არსებობს, შეიძლება ზოგი ობიექტურია, ზოგი გარკვეულწილად შეიძლება იყოს მითი, აი ყველაფერი ეს პრობლემებია თუ მითებია, ყველაფერი ეს გახარწყლდეს, მოიხსნას და იყოს ჯანსაღი ორგანიზაცია. ყოველ შემთხვევაში ამის მზაობა მე მაქვს და მზად ვარ სტუდენტებს შეხვდე და ვესაუბრო. კი ბატონო. მე შემიძლია კი ბატონო. ესე იგი, ტყულაქვია ამ აქვს პირველი ვარ, რა. თან შორიდან მოდიოდა. მადლობა ამ კითხვის დასმისთვის. თუ ეს განცდა არსებობს, რომ უნივერსიტეტს სჭირდება დეპოლიტიზაცია, ჩავთვალოთ, რომ 16 აგვისტოს დაიწყო ეს დეპოლიტიზაცია. მე ვფიქრობ, საზოგადოების განცდაც ეს არის, იმიტომ რომ პირადად მე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მივეკუთვნები, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოვადგენ და არც ერთი პოლიტიკური ძალიდან არანაირი მხარდაჭერა არჩევნებში მე არ მქონია. რა ძალიან კარგია, მე ამას მივესალმები, იმიტომ რომ რექტორი მართლაც უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური ვალდებულებებიდან და ვთვლი რომ არანაირი ვალდებულება მე ნამდვილად არავისმა არ გამახსოვს. რაც შეეხება ურთიერთობას სახელმწიფოსთან, ბუნებრივია, ჩვენი უნივერსიტეტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან, მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტთან და ვთვლი რომ ამის რესურსი ჩვენ გაგვაჩნია და ვფიქრობ რომ წარმატებული იქნება ჩვენი ურთიერთობა. ხოლო ის რომ უნივერსიტეტი იყოს რაღაც პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი, ეს უბრალოდ გამორიცხულია, აი კიდევ ერთხელ ხალხს უსვამ და ჩემ თავში ვარ დარწმუნებული რომ მეყოფა იმის ძალა რომ ასეთი რამ უნივერსიტეტში უბრალოდ არ დაუშვა. მადლობა.